გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, საკითხი დღეს ბიუროს ხტომაზე. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დააყენა საგამოძიებო კომისიაზე, მოკლედ მოწოდებაა, რომ ამ საკითხს დავუჭიროთ მხარი, ასეთი რამ თქვა მან ბიუროზე, რაზეც ირაკლი კობახიძის პასუხი იყო პროკურატურისთვის, რომ გვეცლია უკეთესი იქნებოდა ამ და პარტიაში მიმდინარე თემებზე. რამდენიმე წუთში ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება სოზარ სუბარი, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში და ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი. მანამდე კი 3 ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ. ერთის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები არიან, მეორესი ეკაბესელია, მესამესი ევროპული საქართველო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა და ეკაბესელიას ინიციატივაც ძალაში ტოვებს იმ კლანის ძალაუფლებას, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ განცხადების შემდეგ ბესელიამ ანა დოლიძეს ურჩია კარგად წაიკითხოს მის მიერ მომზადებული კანონპროექტი. ამ წუთებში ეკაბესელია ბრიფინგს მართავს, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. არჩევა, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება უნდობლობა. ამ ორი კანონპროექტის შედარებით ნათელია, რომ ერთ მხარეს, ანუ ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება გარანტირებული, რომ იუსტიციის საბჭო ვერ დაბლოკავს იმ ადამიანებს და იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართ ექნება საკუთარი ინტერესი, პარლამენტს წარუდგენს გრძელ სიას, ხოლო პარლამენტს ექნება მთავარი მანდატი დაიწყოს ღია გამჭვირვალე პროცესი ამ მოსამართლეთა ასარჩევად. მეორე კანონპროექტი, რომელიც დღეს დაინიცირდა კობახიძის კაბინეტის სახელით, ამ ინიციატივას რეალურად უკან უდგას იუსტიციის საბჭო, ის მოსამართლეთა ჯგუფი, რომელთა ინტერესია დღეს მართლმსაჯულება გაანკარგოს როგორც საკუთარი პრივატული კერძო სფერო და აშკარად იკითხება, რომ ეს კანონპროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მე უფრო დეტალურ ანალიზს შემოგთავაზებთ ამ დღეებში, სადაც თქვენ დაინახავთ, რამდენად დიდია განსხვავება ჩვენს კანონპროექტსა და კობახიძის კანონპროექტს შორის და იმ ჯგუფის კანონპროექტს შორის. ეს არის აბსოლუტურად შავი და თეთრი, აი ცა და დედამიწა და ეს არის ისეთი ტიპის სხვაობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დააყენებს ყველას ძალიან მაღალი პასუხისგებლობით არჩევანის წინაშე. მე დღეს მინდა ახალი ინიციატივა გავახმოვანო და ამ ინიციატივის შესახებ უთხრა საზოგადოებას და პარლამენტს პირველ რიგში და შემდეგ უკვე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც არის მნიშვნელოვანი მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი. თქვენ იცით, რომ პარლამენტში ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა მოსამართლეთა არჩევის წესის გადახედვას და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი იმ საბაბით, რომ თითქოს ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო საბაბი და არა მიზეზი. ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად არის თუ არა პარლამენტი მზად მოსახლეობის და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეეხმიანოს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას უპასუხოს დავიწყოთ ამ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას, რომელიც გარანტია შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება გარანტიები იმისა, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში. ეს ინიციატივა მინდა გავახმოვანო დღეს, მე ამის თაობაზე თქვენ გახსოვთ ვისაუბრე, როგორც კი იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო ჩვენი ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე ამ ხელოვნური საბაბით, მაშინ ვთქვი, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა კონსტიტუციურ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს სწორედ კონსტიტუციურ დონეზე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მართლაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი მოსახლეობის განწყობას. ამიტომ შემდეგი კვირიდან მე ვიწყებ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს. ამ კონსულტაციების მიზანია, რომ კონსტიტუციის თანახმად, გარდამავალდებულებების თანახმად, მოსამართლეთა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის
მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ისეთ შინაარჩადებს, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხზე, რომ არ მოხდეს მცდარი გადაწყვეტილების მიღება და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხება, ანუ უკვე უვადოდ გამწესდა ეკაბესელიას, რომელიც მისი და მის თანაგუნდელების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე და სამომავლო ინიციატივებზე საუბრობდა. ამ თემას ჩვენ გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით, მანამდე ჩვენი სტუმარია სოზარ სუბარი. ბატონ სოზარ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აი უსმენდით რა ეკაბესელიას, ფიქრობ თუ არა რომ დანაკლისია თქვენი გუნდისთვის ის რომ თქვენ წარმოადგენთ ქართულ ოცნების მთავარ ორგანოს, ეს არის პოლიტიკური საბჭო. ის რომ მიდიან ადამიანები ამ გუნდიდან, ცოტა ხნის წინა გადაცემაში ჩვენი სტუმარი იყო კობან არჩემაშვილი, ის არის ქართული ოცნების წევრი პარტიულად, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ. თქვენი აზრით რა პროცესი არის ეს პარტიაში? თითოეული ადამიანი ბუნებრივი არის დანაკლისი, განსაკუთრებით ის ხალხი, ვისთან ერთადაც მართლა მოვიარეთ ძალიან მძიმე ბრძოლა, არა მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან, არამედ იგივე ეკაბესელიასთან ძალიან დიდი ხნის თანამებრძოლობას მაკავშირებს და მეგობრობას, მაგრამ ადამიანები თვითონ ირჩევენ რაღაც გზას, რაღაც გზა გასაყარი ზოგჯერ დგება. მე არ მიმაჩნია რომ ამ შემთხვევაში სწორი მიზეზია ის გამოც ეს მოხდა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩვეულებრივი პროცესია სამწუხარო, მაგრამ სასამართლო სისტემის ბედი არ მიგაჩნიათ სწორ მიზეზად თუ ამ მიზეზის მოშველიება მიგაჩნიათ არარეალობა. სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი არის უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოსთვის და მე არ მგონია ჯერ ერთი რომ ამ შემთხვევაში გზა, რომელიც ეკაბესელიამ აირჩია ამ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმავალი სწორი გზა იყოს და მეორე თუ მართლა ის ასე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ეს ბრძოლა და ამოეღოხმა, თუნდაც მაშინ, როდესაც ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს ასეთი კრიტიკით გამოდის, არჩეული იქნენ უვადოდ და მაშინ თუ ხმა არიღებდა ასეთი სიმძაფრით რა მოხდა ახლა იმ რაღაცა მონაკვეთში დროის მონაკვეთში რომ ასეთი კრიტიკა დავსვენით რა მოხდა იმ დროის მონაკვეთში? შეიძლება რაღაც ინფორმაციები მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე არ ვილაპარაკებ. თავარი აქ ერთია რომ ზოგადად სასამართლოზე რაც ნაკლები იქნება პოლიტიკური წნეხი და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი წნეხი, ზოგჯერ არის დემონიზება ხდება რაღაცის და ნუ აი სისტემა ექცევა ისეთ მდგომარეობაში, როცა ფუნქციონირება უჭირს და ხიდან მოდიხართ, როცა თქვენ თავადაც ძალიან კრიტიკული იყავით კონკრეტული მოსამართლეების, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმართ. მაშინაც რომ ვინმეს ეთქვა, მაგალითად მოსამართლე ჩემიას სახდა, როცა სამოქალაქო სექტორი ეს თქვა ცარცით ხატავდა სასწაულებს, რომელიც შეიძლება ძალიან ადეკვატური იყო მის მიერ გამოტანილი სარჩელის, ეს იმ ხელისუფლებაც ალბათ აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შეიძლება აფასებდა, რომ ამით წნეხი ხდება სასამართლო სისტემაზე. ეს არგუმენტია თუ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები არსებობს? ერთ მე ვერ მიხილავთ ვერც ერთი სიუჟეტში რომ ამოიღოთ, სადაც ასეთი რამე ხდებოდა, რომ მე იქ მდგარ ვიყავი, ბუნებრივია, ეგ ერთია. მეორე, წნეხი, როდესაც ლაპარაკია გარკვეულ მორალურ წნეხზე, ეს ერთია და როდესაც ლაპარაკია წნეხზე, რომელთაც ცდილობს სისტემა ჩამოშალო, სისტემა დაანგრიო, სისტემის დემორალიზება მოახდინო, ეს არის ორი სხვადასხვა რამე და ამაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. რომელი სისტემის, იმიტომ რომ სასამართლო კორპუსის, როგორც რაღაც სასამართლო სისტემის, თუ ამ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემის, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც მურუსიძე ჩინჩალაძის კლანად მოიხსენიებენ. სისტემაში არსებული სისტემა არ ვიცი, რას ნიშნავს. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ ის პრინციპი, რაზეც დღეს სასამართლო სისტემა როგორც კორპუსი თუ სისტემა, რომლის დანგრევისკენაც, დანგრევის ეგიდითაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ ეგიდითაც. სასამართლოს დანგრევის სისტემით ხელისუფლება არ შეცვლილა, უსამართლო სისტემის დემონტაჟი იყო ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა შესრულებულია. დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ სხვა რამეზე, რომ
სისტემის დემონტაჟი შესრულებულია ბუნებრივია. აგო თუ არა პასუხი ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სისტემის ნაწილი და მეტისაც ვიტყვი, არა მხოლოდ ნაწილი, არამედ შემოქმედი იყო. დიახ, ბევრი მათგანი დღეს ციხეშია, საპატიმროშია, ბევრი მათგანი დღეს გაქცეულია და მათზე ძებნა მოცხადებული, მათ შორის სისტემის მთავარი შემოქმედი ვინც იყო, მიხეილ სააკაშვილი, თქვა ზურაბადეიშვილი მასთან ერთად ისიც გაქცეულია, შინაგან საქმეთა მინისტრი ბანუ მერაბიშვილი საპატიმროშია და არის იმავე სისტემის შემოქმედი სხვა ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან ან საჯარო პოლიტიკაში არიან, ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც უკვე მოიხადა გარკვეული ვადა, თქვენი სტუმარი იყო რაღაც 2 საათის წინ და ჯერჯერობით არ გამიგია არც მისი მხრიდან და არც ვინმე სხვა სიმხრიდან, რომ ტყუილად იჯდა, რომ მას რაღაც დანაშაული არ ჩაუდენია და ხა დღეს როცა ასეთი ხმამაღალი განცხადებების უფლებას აძლევს თავის თავს, მე მგონი ესეც რა ვიცი, ცოტა მეტი მორალი რო კონდეს, ამის უფლებას ალბათ თავს არ უნდა აძლევდეს. მორალი წაუკითხოს ხებს. სისტემა, რომლის დემონტაჟი მოხდა, შემოქმედებად და შემსრულებლებად იყო. კი ბატონო. არის ერთი რო სისტემის შემოქმედებიც არიან, შემსრულებლებიც არიან და ამაში გარეული იყო ათეულობით და ათეულობით კი არა, ათასობით ადამიანი. თუმცა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვისაც კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მან პასუხი უნდა აგოს და დანარჩენები, თქვა, დღეს ხედავ პარლამენტში და ეგ საგამოძიებო კომისიებს ითხოვენ, თუნდაც რაღაც საქმეებთან დაკავშირებით ან რაღაცა მაღალ მატერიებზე ლაპარაკობენ. მოგწონს არ მოგწონს, მე პირადად არ მომწონს იმ ნაწილს განვეკუთვნები, მაგრამ მათ აქვთ ამის უფლება და ისინი ამ უფლებას ახორციელებენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აი ამის გამიჯვნა მინდა, როცა ვლაპარაკობთ სისტემის დემონტაჟზე, ნამდვილად მოხდა, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ ამ სისტემის უამრავ შემოქმედზე თუ ჭანჭიკზე თუ მოქმედ პირზე თუ ასე შემდეგ, ისინი აგრძელებენ ცხოვრებას, თუ მათ კონკრეტული დანაშაული არ უდგინდებათ. ბატონო სოზარ, როცა უკანონო უსამართლო სისტემის დემონტაჟზეა საუბარი, უსამართლო სისტემას ქმნის პროკურატურიდან, დავალების მიმცემიდან დაწყებული, ბუნებრივია მოსამართლით დასრულებული. დღეს ის სასამართლო კორპუსი, რომელიც იყო, არის თითქმის უცვლელად შენარჩუნებული და მხოლოდ რაღაც 10%-ით განახლებული. ის კი არა და მოსამართლეებს, ძალიან სადავო ბიოგრაფიის მოსამართლეებს, როცა გაზდიოდათ ვადა, მათ ხელახლა უვადოდ გადანიშნის და აი ამ სასამართლო სისტემაში უვადოდ დარჩენის შესაძლებლობა მიეცა. ფიქრობთ თუ არა, რომ მაგალითად მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისია, საგამოძიებო კომისია პარლამენტში თავის დროზე პირველ ეტაპზე, ანუ რაღაცეები ქართულმა ოცნებამ ხელიდან გაუშვა და მიიღო აი ეს გაძლიერებულად იგივე სისტემა, უთ კიდევ უფრო გაძლიერებულად. ძალიან ბევრი პლასტი იყო თქვენს კითხვაში და არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, იმიტომ რომ ყველა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. გაძლიერებულად დავიწყებ ბოლო ნაწილიდან. გაძლიერებულად როგორ შეგვეძლო მიგვეღო, როდესაც დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლო სისტემა. ჩვენ მქონდა სასამართლო სისტემა, რომელიც წლის განმავლობაში განიხილავდა 18-19 20,000 სისხლის სამართლის საქმეს და გამომართლებელი განაჩენი იყო 1. ასეთი წელიც იყო, თქვა 2008-ში იყო გამომართლებელი განაჩენი 5-7 და ეს იყო რაღაც 0.001% და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა ვითარება და ამაზე მე მგონი ძალიან მარტივად ვთანხმდებით. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში წასული სასამართლო საქმეები ადამიანის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. 10-ჯერ. იგივე მოსამართლე კი, დაგამთავრებული, იგივე მოსამართლე გაკეთილშობილდა თუ ხელისუფლება დავალებას არ აძლევს. ამ წუთში სხვა რამ ჯერ დამამთავრებული და აქამდეც მივყავთ. და შემდეგ და ეს 10-ჯერ შემცირებული არა მარტო იმ პერიოდთან შედარებით არის, არამედ 2-ჯერ, 3-ჯერ ნაკლებია სასამართლო საქმეები, ვიდრე თქვათ ევროკავშირის წევრი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც სადაც იმავე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავთ, რაც თქვენ. და მეორე, თქვენ რაღაცა აქცენტი გააკეთეთ დამკვეთები და შემსრულებლები. ვინ იყვნენ რეალურად დამკვეთები ამ სისტემის? ამის დამკვეთები იყვნენ, თქვათ, ზურაბადეიშვილი და მისი მოადგილე ოთო კახიძე. ამის დამკვეთი იყო პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრი გიგა ბოკერია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კი ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაული არ უდგინდებათ. არ აქვს ჩადენილი სისხლის სამართლებრივი გადაცნობა, მათ აქვთ უფლება იყვნენ პოლიტიკაში. და ამ დროს დამკვეთებს არ უკრძალავთ ყოფნას და უკრძალავთ სხვას, ვინც შეიძლება
იყო შემსრულებელი ან ემორჩილებოდა სწორ კანონს, არა ვართ თანამიმდევრულები. და მით უმეტეს, როდესაც ისა დამოწარებინა გიგაბოკერიას პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნის საკითხს ამომრჩეველი გადაწყვეტს, ხოლო იმ მოსამართლის, რომელიც ძალიან სადავო საქმეებთან ასოცირდება, უვადოდ სისტემაში ყოფნის საკითხის გადაწყვეტა თუ ხომ პირველ ეტაპზე მაინც თქვენ ხელისუფლებას შეეძლო ისე რომ ნაკლები შანსი ქონოდა მათ თქვით გაბატონებას ამ სისტემაში. მომყვეთ ლოგიკაში. ამორჩეველი გადაწყვეტს, მაგრამ თუ აუკრძალავ არჩევნებში მონაწილეობას ვთქვათ, ხო, მაშინ ვერ გადაწყვეტს, იმიტომ რომ არჩევანი იქნება იმას შორის, ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თუ დანაშაული უდგინდება ადამიანს, მიდის ციხეში, იხდის სასჯელს, ის იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება იყოს საჯარო პოლიტიკაში, ხო, შეიძლება ციხიდან განცხადებები აკეთოს, მაგრამ თუ არ უდგინდება, მას აქვს უფლება ჩვეულებრივ გააგრძელოს მოღვაწეობა და მით უმეტეს, როცა ვლაპარაკობთ მოსამართლეზე, იქაც უნდა კონკრეტული დანაშაული დაუდგინდეს ადამიანს. და ეხლა მეორე, როცა ვლაპარაკობთ უვადო დანიშვნაზე, აქაც გვაქვს საოცარი მეტამორფოზა გარკვეული ჯგუფების, არასამთავრობოების, პიროვნებების თუ პოლიტიკური პარტიების. იყო განძაფრებული მოთხოვნა და აი ერთგვარი შტურმით ეწოლათ ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც მოთხოვნა იყო იქ შტურმს ნამდვილად არ ვიხმარ უცხოელებთან შედაკავშირებით, ჩვენს მეგობრებთან დაკავშირებით ამ სიტყვას, რომ მომხდარიყო სასამართლოს რეფორმა იმდაგვარად, რომ მოსამართლეები დანიშნულიყვნენ უვადოდ და არანაირი გვარი სახელი აქ არ ყოფილიყო გამორჩეული. ისევ ვიმეორებ, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, მან პასუხი უნდა აგოს, მაგრამ თუ დანაშაული არ გინდება, მათ მოთხოვნებს დაჰყევით, ლოიალობა გამოიჩინეთ და ამის შედეგია ეს თუ მართვადი ადამიანების სისტემაში კომფორტული, აი გაყავით თქვენი აზრით, რომელი ტაქტიკა ირჩია ხელისუფლებამ? დავუმთავრებ და მე ამას თუ არ დამოვიწყოთ, კი პასუხობ. ხო და იყო მაშინ ეს მოთხოვნა და არც ერთი გვარი სახელი არ გამოუყვიათ, რომ აი ეს არ დანიშნოთ, ეს დანიშნოთ. ეს ამ ადამიანებმა მიიღეს უვადო დანიშვნა და ამის შემდეგ რაღაც ეტაპზე უცებ გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ აჰა, ეს ადამიანები არ მოგწონს და ეხლა გადავახვიოთ ფურცელი უკან და ესენი თქვა თუ კანონით ვერ ვითხოვოთ, მაშინ ამ კონსტიტუცია შევცვალოთ თავიდან და დავითხოვოთ როგორც მეშამ ორჯერ გააკეთა, რომ ორჯერ გაყარა მთელი მოსამართლეთა კორპუსი, ან გავაკეთოთ ესეთი წნეხი მათზე ზეწოლა, ვერ დავარქმევდი ამას მორალურ ზეწოლას, ანტიმორალური უფრო ხშირად ეს ზეწოლა და ისინი გაუშვათ სახლში ასეთი ზეწოლის გზით, რაც არ მგონია სწორი გზა იყოს. ეხლა რაც შეეხება რა იყო რა კითხვა რა იყო? ლოიალობის შედეგი იყო ხელისუფლების მხრიდან თუ კომფორტულია მორჩილებაში ნამყოფი კაცთან საქმის დაჭერა? ხო, ეხლა საქმის დაჭერას რაც შეეხება, ეს არ არის ასე ნამდვილად დღეს ამაზე მეტყველებს სასამართლო გადაწყვეტილებებიც, მათ შორის წაგებული სასამართლო გადაწყვეტილებებით, მათ შორის ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურად ძალიან მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი გუნდისთვის და აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ათობით გამამართლებელი განაჩენი, მაგალითად, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან გამართლებული, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, არაერთ საქმეზე ისინი გამართლდნენ, არაერთ საქმეზე მათ ისინი ვერ გამართლდნენ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი დანაშაული დამტკიცებული იყო. ასე რომ, ასეთი საქმეები გვაქვს ძალიან ბევრი და ესეც ნიშნავს, რომ ნაკლებად ლოიალური არის მოსამართლე სასამართლო ხელისუფლება. კარგი, მინდა რომ თქვენი პოზიცია ბევრ თემაზე მოვასმენინო, მაყურებელს და დებატებს არ გადავაყოლო დრო. დიახ, ერთ დავამატებ კიდე, უბრალოდ სიტუაცია როგორი იყო. სასამართლო ხელისუფლებას და პროკურატურას ქონდა ერთიანი რა ქვია ინტერნეტ სივრცე კი არა ერთიან პროგრამაში იყვნენ ჩართულები შესაბამისად ნებისმიერი თქვათ რაღაცა საბუთი ატვირთული პროკურატურაში მისაწვდომი იყო სასამართლოში და იგივე სასამართლოში რაც ხდებოდა აკონტროლებდა ამას პროკურატურა თავიდან ბოლომდე. აი ერთიან როგორც აი ერთ სამსახურში შეიძლება იყოს ერთიანი სისტემა, ისე იყო ნესნაირ სისტემაში ჩართული ჩვენი გამარჯვების პირველივე დღეს რაც მოხდა სასამართლო აი ფორმალურადაც კი ჩაეხსნა სხვა სერვერზე გადავიდა სხვა ამ სისტემას ჩაეხსნა მთლიანად და აბსოლუტურად აი ამ ფორმალური ნიშნითაც კი დამოუკიდებელი გახდა რომ ვიცოდეთ. ზის დღეს პროკურატურა თქვენი აზრით მაგალითად TBC-ის кейსი, TBC-ის საქმე რასაჩვენებს პროკურატურის მუშაობაში, როცა 31 დეკემბერს მიდის დაკითხვა, როდესაც
ერთ-ერთ სააგენტოში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იმართება ბრიფინგი და არადა იყო მოთხოვნა რომ ეს საქმე არ გასაჯაროვებულიყო გამომდინარე ფინანსური ინტერესებისგან რომელიც აი ამ ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონდა მართავს ბრიფინგს და აი დღემდე არც ბრალდებული ყავს საქმეს და ფულის გათეთრება იყო თუ არაო ამასაც მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე ვართ ამბობს პროკურატურა. აი დღეს კობახიძეც ამბობდა პარლამენტში არ გვინდა საგამოძიებო კომისია იქნებ დაველოდოთ რა პასუხს იტყვის პროკურატურა. თქვენი აზრით TBC-ის საქმემ რა ტიპის ხარვეზები გამოაჩინა? TBC-ის საქმე ალბათ ძალიან საინტერესო საქმე იქნება და კიდე დიდხანს ეთყობა დარჩებას დღის წესრიგში, თუმცა მუდმივად მიდის გადაფარვის ცდილობები, რომ არავინ არ ილაპარაკოს საქმეზე და ვილაპარაკოთ რაღაც შემოგდებულ თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით და მე საოცრებას ვკითხულობდი მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა დღეს პალიტრაში. კი, წავიკითხეთ თქვენ რომელ ნაწილზე გავაცდით. ხო, სადაც ეს ადამიანი ამბობს, რომ მიდის გადაფარვის მცდელობა და რასაც მე ვამბობ, იმას ამბობს, ანუ თვითონ აგდებს სხვა რაღაც თემებს, რომლითაც რაც შეიძლება შორს უნდა წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამონათებს რომ გადაფარავს ხელისუფლება. ფურცელზე გადაიტანებს მთელი ყურადღება, ენკიბენკიზე გადაიტანებს მთელი ყურადღება და არავის არ ახსოვს ის ფერი ძველი საქმეა და ნამდვილად უძველ საქმეზე და სხვათა შორის უმრავლესობასთან საკომიტეტო მოსმენაზე უმრავლესობის ყველა წევრის კითხვა იყო წერილზე. გადახედეთ თქვენს რამდენიმე დღიან სატელევიზიო ეთერებს და ერთადერთი თემა რაც გაინტერესებთ იყო ეს წერილი, შემდეგ უცებ რაღაცომღაც აღმოჩნდა რომ მამუკა ხაზარაძისთვის მანამდე უფრო ადრეს მისმა ადვოკატმა თქვა კორძაძემ რომ აღმოაჩინა ეთყობა რომ ეს არ იყო მისთვის მომგებიანი თემა და დაიწყო რომ აი რატო ლაპარაკობთ წერილზე, როდესაც სხვა თემა არის მნიშვნელოვანი და ვილაპარაკოთ იმ დღესვე როცა საკომიტეტო მოსმენა იყო ამ ეთერში, აი საკომიტეტო მოსმენის დასრულებისთანავე შევედი თუ არა ეთერში ჩამონათვალში რომელთაც ყველაზე საინტერესოდ მეჩვენა ეს მოსმენა იყო რა თქმა უნდა წერილი, მაგრამ არა მთავარი თემა. კიბერშეტევა, ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილი წერილი ძალიან ბევრი მთავარი თემა იყო, თუმცა წერილი იყო უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატის მიერ დასმული შეკითხვის მთავარი თემა და წერილი თქვენ უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ? თუ გადაფარვა ხდება, ხაზარაძე ასევე იმ 17 მილიონის ისტორიაზე ყვებოდა. ხომ არ ჯობია რომ პროკურატურამ ძალიან კარგ ტემპებში როგორც დაიწყო ახალი წლის ღამეს დაკითხვებით, დაასრულოს ეს საქმე, რომ გავიგოთ და არავის არ მიეცეს საქმის გადაფარვის შესაძლებლობა. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა განათლების სისტემის ახლებური ხედვა, რომელიც გულისხმობს უпростоრად არსებულ ხედვებისთვის ძალის მიცემას ახალი დაფინანსებით, რომელიც იქნება კანონის ძალის გაინტერესებთ. იმავე დღეს, როდესაც ეს დაანონსდა, თქვენთან მოსულ არც ერთ სტუმარს, თქვენთან აღარ მახსოვს თქვენ იყავით წამყვანი თუ სხვა იყო, მაგრამ თქვენს ეთერში რეაქციაში იყო განათლების მინისტრი წუხელ. არა, წუხელ არ იყო რეაქცია. იმ დღეს მე ვამბობ, იმ დღეს იყო რეაქციაში განათლების მინისტრი. იმ დღეს 2 საათზე, 4 საათზე თქვენთან მოსულ არც ერთ სტუმარს ჩვენ გვინდა არ მიეცით საშუალება ერთი სიტყვა მაინც განხორციელდება ეს რეფორმა. ალაპარაკებინებდით ხო ამ წერილზე და ეხლა თქვენ მეუბნებით რომ უმრავლესობის წევრები ხო წერილზე ლაპარაკობდნენ და არ ლაპარაკობდნენ საქმეზე. კომიტეტის ხლომაზე. ისაუბრეთ თქვენ რა მიგაჩნიათ საჭირო, თუმცა განათლების რეფორმა არის სამომავლო, განხორციელების ეტაპზე თუ ის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს მაგალითად 3 წლის წინ მაშინ იმედში ვმუშაობდი ძალიან დიდი სურვილი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრათ ინსტიტუტზე, რომელსაც ივანიშვილი აკეთებდა, ტექნოლოგიურ თუ არ ვცდები და მახსოვს რომ ამ თემაზე მოვიწვიე მთავრობის წევრები და 3 წელი გავიდა და კიდევ არაფერი დიდი სიახლე ამ ხრივ არ არსებობს. ასე რომ რაღაც ჰიპოთეტურ იდეებზე და რეფორმის იდეებზე საუბარს ალბათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დამეთანხმებით, რომ TBC-ის საქმე რეალური აწმყოში არსებული და საინტერესო საქმეა? არა, TBC-ის საქმეს რა თქმა უნდა დაუბრუნდები და ველაპარაკებ, მაგრამ ჰიპოთეტურში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მარტივ რამდენიმე ციფრს ვიტყვი. პირველი 600 მილიონი იყო განათლების ბიუჯეტი, როდესაც ჩვენ მოვედით, 1.600.000
ისა 600 მილიონი და მილიარდ 600 მილიონი არის წელს 250 მილიონით იმატებს გაიცადა კიდე 500 მილიონით 2020-ში ხოლო 2022-ში გახდება 3.5 მილიარდამდე დაახლოებით 3.4-დან 3.6-მდე. ანუ ეს არ არის ჰიპოთეტური, ეს არის რეალური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება, რომელიც ნიშნავს, რომ ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან იწყება ეს პროცესი და მასწავლებლების ხელფასები, პროფესორ-მასწავლებლების საბავშვო ბაღის აღზრდელების და ასე შემდეგ. ეს არის რეალური რეფორმა და რეალური ხელშესახები და არა ჰიპოთეტური. ბატონ სეზარ, ამ განათლებულ ხალხს, რომლებიც ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო განათლებულები იქნებიან, ამ ქვეყანაში ცხოვრების პერსპექტივა ხომ უნდა დაინახო და ამ პერსპექტივას მათ შორის ისეთი საქმეები ქმნის, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. პირიქით, ჩვენ ყველა სტუმარს ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თუ არსებობს პასუხები თქვენ, იმიტომ რომ თქვენივე გუნდის წევრებს ეპარებათ, ეჭვი, მაგალითად, რომან კაკული ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაც საჭიროა და უმრავლესობა გამომძიებლის და პროკურორის როლში არ უნდა იყოს და ის პროკურატურაზე მეტად TBC-ს უნდა გულშემატკივრობდეს. ანუ თქვენივე გუნდის შიგნით არის ამ თემაზე ასთა სხვადასხვა. მე არ გთხოვთ, TBC-ს მიმართაც არის კითხვები, ხაზარაძის მიმართაც არის და პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ არის ფელავ საქმეზე, იმიტომ რომ მართლაც ტოვებს. აი, მე ერთ მოქალაქეს, რომელსაც გიცნობთ თქვენ ძალიან დიდი ხანია, თქვენც მიცნობთ ძალიან დიდი ხანია, მართლა ტოვებს ეს საქმე რაღაც პირადი შურისძიებით დაწყებული საქმის შთაბეჭდილებას და გამიფანტეთ თქვენ დამიპატივისცემით გეკითხებით ნამდვილად. გამიფანტეთ ეს შთაბეჭდილება. მეც და მაყურებელსაც თუ ასეთი აქვს. შურისძიებებზე და შეთქმულების თეორიებზე თუ ვილაპარაკებთ, გაფანტო რამესიც ძალიან ძნელია. ბატონ რომანს გავცემდი პასუხს ძალიან დიდი პატივისცემით, რომ არის ორი მიდგომა. ან საგამოძიებო კომისია შექმნა გინდოდეს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ამბობდნენ, რომ კითხვები არ დასვა, ეგ არა ლოგიკურია. თუ საგამოძიებო კომისია იქნება, ესე იგი კითხვებიც უნდა დაისმასვას და ეს კითხვები ხშირად იქნება ძალიან მძაფრი და ჩვენ შეგვიძლია ეს კითხვები აიხლას თქვენს ეთერში გავიმეოროთ, რომლებიც გაგვიჩნდა და არის კითხვები, არის ეჭვები, არის მათ შორის კითხვები, რომლებსაც ეთანხმება თვითონ ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეთ, ეთანხმება ბადრი ჯაფარიძეც, ეს არის ის რის გამოც მათ დააკისრა ეროვნულმა ბანკმა ჯარიმა, ისინი კვალიფიკაციებში დაობენ ძირითადად, ანუ ისინი ამბობენ, რომ პრინციპში ჩვენ კანონი დავარღვიეთ, არასწორად მოვიქეცით, მაგრამ ეს არ არის ფულის წერსო, რომ ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე და ეს არ არის გათეთრებაო. გათეთრება, არ გათეთრება, ეს არ არის ეროვნული ბანკის თემა, ეს არის საგამოძიებო ორგანოს თემა და ისინი დაადგენენ, იყო გათეთრება, არ იყო გათეთრება, რამე უფრო სერიოზული იყო თუ საერთოდ არაფერი არ იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ პერსპექტივა აქვს ამ საქმეს და ის შეიძლება მივიდეს ამ ბუნებრივია პერსპექტივა რო არ კონდეს და აქ რო ყოფილიყო რამე პოლიტიკური შემადგენელი და შურისძიების შემადგენელი, ყველაფერი მოხდებოდა ისე, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა ერთ დღეში საქმის აღძრაც ხდებოდა თუ გამოძიების დაწყება, როგორც ქვია დღეს ამ პროცესს, ბრალის წარდგენას, ბრალდებულის დაკავებას და რამდენიმე დღეში სასამართლო განაჩენისაც ააფარებდნენ. ანუ ის რომ ხაზარაძე არ არის დაკავებული, ეს ამ რეალობის დამსახურება. არა მხოლოდ დაკავებული არ არის, ხაზარაძეს ჯერჯერობით ბრალიც არ აქვს წარდგენილი, იმიტომ რომ საქმეზე რაღაც მასალების კვლევა მიდის, დანაშაული დაინახა პროკურატურამ, მაგრამ კონკრეტული ბრალი ჯერ არავის არ აქვს წარდგენილი, იმიტომ რომ ამას თავისი პროცესი აქვს, ამას თავისი მტკიცებულებები აქვს და შესაბამისად ბრალი ვის წარედგინება და რა იქნება ეს ბრალი, ამას მოვლენები აჩვენებს და დრო აჩვენებს. მე ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ საქმის ძიების მასალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული იმ საჯარო ინფორმაციის გარდა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს ყველა ჩვენთაგანს, იმიტომ რომ ყველა ეთერში ამაზე ლაპარაკი ორივე მხრიდან მათ შორის. ბატონ სოზარ, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ ბრძოლებში გამოზრდილი კაცი ხართ, როგორ ფიქრობთ ახალი სახეების შერჩევის პროცესზე, როცა მიდის საუბარი პარტიაში, ეს რა ტიპის პროცესია, იმიტომ რომ შეიძლება თუ არა პოლიტიკოსი, აი როგორ შეიძლება იპოვო პოლიტიკოსი, თუ ის რაღაც პოლიტიკური პროცესში არ გამოიზარდა? რაღაცა ისეთი აჟიოტაჟი მიეცა ამ საქმეს, თითქოს რაღაცა ისეთი ხდება, რაც არასდროს მომხდარა, ამ დროს პროცესი არის ძალიან ჩვეულებრივი, რაც მუდმივად ხდება. პოლიტიკაში მუდმივად ხდება ახალი ადამიანების ზებნა, ახალი სახეების
მოზიდვა ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი სფეროდან. ამ შემთხვევაში მართლა მე ვიყავ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისთანაც ეს ყველა სია იყრიდა თავს რაღაც ეტაპზე, შემდეგ კიდე სხვაგან გადავიდა. ეს არის თქვათ ის აქტივისტები, ახალგაზრდები, ზოგიც საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ, თქვათ გარკვეულ რაიონებში, ზოგი არ იყო თანამებრძოლი და ეხლა დაინტერესდა პოლიტიკით, ზოგი უბრალოდ შეიძლება ბიზნესშია, მაგრამ ავტორიტეტულ ადამიანს წარმოადგენს მის რაიონში. მიდის ამ სიების შეგროვება, მიდიოდა უფრო სწორედ რაღაც ახალ ჩემს. ანუ არის ლტოლვა, არის დღეს ქართული ოცნება პარტია, რომელიც არის ადამიანებისთვის გარკვეული მიზიდულობის ცენტრი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ვუყურებთ პროცესს, როგორი განზიდულობის ცენტრია მისი ლიდერებისთვის, რამდენიმე ადამიანი გავიდა ამ პარტიიდან. დღეს ის ახალი თაობისთვის არის მიზიდულობის ცენტრი. ძალიან ბევრისთვის ბუნებრივია და ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდას აქვს ინტერესი და ამ პროცესის მიზანი სწორად ის არის, რომ მათ გაუხსნათ გზა. თუმცა ისე ვიმეორებ, არ არის მხოლოდ ახალგაზრდები, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის რამდენიმე ათეული წლის გამოცდილი, თქვათ, ზოგი ბიზნესმენია, ზოგი საჯარო მოსამსახურეა უბრალოდ, მაგრამ მისი დაწინაურება აშკარად ხედავ, რომ საჭიროა. ზოგი შეიძლება იყოს გარკვეულად, თქვათ, ისეთ სფეროში, როგორც არის ექიმი ან ადვოკატი, მაგრამ ძალიან აქტიური და ძალიან პატივცემული. გასაგებია. ღარიბაშვილის დაბრუნება თქვენ როგორ აღიქვით? თუ ის ასეთი საჭირო იყო ამ პარტიისთვის, რატომ მიეცით მას შესვენების საშუალება? თავიდანვე ითქვა და ეს იყო განცხადებები, რომ ღარიბაშვილი წავიდა პიკზე, მართლა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უკავშირდება მის სახელს და ის წავიდა ამ დროს და მან თქვა, რომ მას თვითონ სჭირდება გარკვეულწილად დასვენება პროცესების, რომ გარედან შეხედოს. ანუ ეს მისი გადაწყვეტილება იყო თქვენი? მისი გადაწყვეტილება იყო და თვითონ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული ჰქონდა ბატონ ბიძინასთან, ადამიანთან, რომელიც მისი მასწავლებელიც არის და თქვა ავტორიტეტია მისთვის და ჩვენი გუნდისთვის, გუნდის შემკრები და ჩამოყალიბებელი და დიდი ავტორიტეტია ჩვენს გუნდში ბუნებრივია. რომელსაც ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული რეჟიმის გასტუმრებისთვის, როდესაც ვერც ვერამე გაისტუმრებდა, რო არ გამოჩენილიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ეს გასტუმრებით დასრულდება მისი ეს თქვათ მისი კარგი საქმეების ჩამონათვალი პოლიტიკურ ცხოვრებაში? 2000 გასტუმრების მერე რა შეიძლება ჩამოვთვალოთ? კარგი, სხვა ამბავს, რომელთაც ვიწყებდი, მე მოვყვები. კარგი, არა, რატომ იცი ახსენეთ გასტუმრება და აქ გამიჩნდა შეკითხვა. კარგი, დავასრულოთ ღარიბაშვილზე ვსაუბრობთ. გასტუმრება არ იყო უბრალოდ გასტუმრება, ეს იყო იმ ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და მართლა ახალი სისტემის ჩამოყალიბება, სისტემის, სადაც უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, სადაც უმთავრესი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსება და დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ ღირებულებებს რამე ემუქრება. თუმცა გვაქვს სერიოზული გამოწვევა და ეს გამოწვევა არის სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი მტერი ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად და გარკვეულ ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის ადგენა ძალიან გლობალურ ამოცანებს უკავშირდება და შეიძლება ეს იყოს თემა, რომელზეც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ იცი რა ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, ოღონდ დღეს ვიცით, რომ ეს არ მოხდება და ადამიანს როცა ადამიანს როცა ფინანსები არ აქვს, სამუშაო არ აქვს, ეს არის აი ამ წუთის პრობლემა. ამიტომ ყოველთვის პირველ რიგში მოდის ხოლმე სწორედ სიღარიბე და უმუშევრობა და ეს არის ის გამოწვევები, რომლებთანაც ბრძოლა გვიხდება, ეს არის ის გამოწვევები, რომელთა დამარცხება შეუძლებელია არც რამდენიმე თვეში და არც რამდენიმე წელში სამწუხაროდ. მისთვის საჭიროა სწრაფი განვითარება, მაგრამ რაც თავარია მდგრადი წინსვლა რაღაცა სტაბილური გარემოს შექმნა. თქვენ ხედავთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში 20-მდეც და 20-ის შემდეგ. აი როგორ ხედავთ თქვენ ამ პოლიტიკურ ძალას? მართალია შიგნით ხართ და ეხლა რაღაც ექსპერტული მოსაზრება არ გექნებათ, მაგრამ ხედავთ მას მესამე ვადით ქართულ პოლიტიკაში, ქართულ ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლებაში. absolutely დარწმუნებული ვარ იმაშინ, რომ 2020 წელს ქართული ოცნება გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს დამაჯერებლად ყოველგვარი კოალიციების გარეშე ჩამოაყალიბებს მთავრობას, არა საკონსტიტუციო უმრავლესობით. ისი აუცილებლობაც აღარ არის. თუმცა ხშირად
ისე სურათიც იხეტება თითქოს ზოგადად უმრავლესობა რო გაქვს და საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებით ეს ცუდია და თითქოს დემოკრატია ნიშნავს კოალიციებს. კოალიცია დემოკრატიისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ეს თვითმიზანი ნამდვილად არ არის. კოალიცია არის უბრალოდ იძულებითი. კოალიცია კარგია, რა თქმა უნდა. არ არის კარგი, კოალიცია არის იძულებითი ნაბიჯი, როცა რომელიმე გამარჯვებული პარტია ვერ აყალიბებს ერთ თავრობას. ხო, მაგრამ ეს კარგი არის ის ბოდიში, როდესაც ხალხის ნების გამოხატულება ყოველგვარი გაყალბების გარეშე აისახება ხელისუფლების ფორმირების დროს. ხო, თუმცა კოალიცია არის ვიღაცასთან აზრის გაზიარებას, პოზიციის შეჯერებას და არა რაღაც ერთპარტიულად გატარებას ყველაფრის. აზრის გაზიარებამ კოალიცია არ არის, კოალიცია კიდე სხვა რამეა. ხა კოალიციის შექმნა არა, გულისხმობ რომ გადაწყვეტილების მიმღები მარტო არ ხარ. კოალიციის შექმნა ყოველთვის არის გარკვეულწილად. ხოდაშოს ოცნება ბევრად კარგად გამოიყურებოდა, როცა კოალიციურად იყო ხელისუფლებაში. ეს ძალიან სუბიექტური აზრია ჩემი. ხო და კოალიცია მაინც არის ყოველთვის ნაძალადევი ნაბიჯი, თუმცა ეს ნაძალადევი არ ნიშნავს ცუდს ყოველთვის, მაგრამ შეიძლება კოალიცია მოგიწიოს ისეთ ძალასთან, რომელთანაც სულაც არ ქსიამოვნებს ურთიერთობა. სიამოვნებისთვის სხვა ადგილები არსებობს პოლიტიკის მიღმა. ჩვენ გავიხსენებთ მაგალითად გეტყვით ახლა ბელგიაში 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ იყო რამდენიმე წლის წინ იყო ეს შემთხვევა, იმიტომ რომ არ ჰქონდა გამარჯვებულ გუნდს უმრავლესობა და ვერავისთან ვერ შეკრეს ალიანსი და ეხლა ის რაც შეიძლება ბელგიაში 2 წელიწად ნახევარი გაგრძელდეს და ქვეყანა ჩვეულებრივად მუშაობდეს, ჩვენთან 2 კვირა ნახევარში შეიძლება ისეთი კრიზისი მივიღოთ, რომ დავკარგოთ ის ნანატრი და ნაბრძოლი. გასაგებია, თქვენ ხედავთ უმრავლესობაში არასაკონსტიტუციაში ოცნებას 2020 წელს ბოლო კითხვა მაქვს თეატრულკიას თუ ხედავთ თავრობაში, იმიტომ რომ არის ინფორმაცია მისი არა ახლა აი მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს. მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო დღეს და 2020 წლის არჩევნებამდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება იუსტიციის მინისტრი და თან ძალიან წარმატებული და 20-ის მერე მოვლენები გვაჩვენებს სად გადაინაცვლოს. კი ბატონო, მადლობა სოზარ სუბარს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ანა დოლიძე, ის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრია და ეხმაურება ინიციატივას, რომელიც დღეს ეკაბესელიამ გააჟღერა, მის საკანონმდებლო ინიციატივას, ასევე საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე. ინიციატივა აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის თანამოაზრეებს და აქვს ევროპულ საქართველოს. მე მინდა ანას მივესალმო და ვკითხო აი რატომ გაგვთ განცდა რომ მაგალითად ბესელიასა და კობახიძის მომზადებული ორივე პროექტი მთავარ ნაწილში თანხვედრაში ერთმანეთთან, იმიტომ რომ ბესელიამ გირჩიათ კარგად წაგეკითხათ მის მიერ დაწერილი პროექტი. მე პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ მე და ნაზი ჯანეზაშვილმა წარვადგინეთ პირველებმა ამ თემაზე საკანონმდებლო წინადადება 15 იანვარს და პირდაპირ იკვეთება აქ იურიდიული კომიტეტის ანრი ოხანაშვილის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის პასუხისგებლობა და თანამონაწილეობა იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინადადება პირველად იყო წარდგენილი 15 იანვარს 4 თებერვალს ბიურომ გადასცა ის იურიდიულ კომიტეტს და 1 თვე ჰქონდა რეგლამენტის მიხედვით მას ვადა და 4 მარტს მას ეს ვადა გაუვიდა. მიუხედავად ამისა, იურიდიულმა კომიტეტმა არ დააყენა საკითხი ჩვენი წინადადების განხილვის. რატომ? იმიტომ რომ მაგიდაზე ქონოდათ მხოლოდ ოცნება 1-ის და ოცნება 2-ის წინადადებები, რომლებიც ორივე კონცენტრირდება იურიდიულ თითქმის ერთი და იგივეზე. იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოში თითქმის არ იქნება პროცესი და რა ფორმალური პროცესიც იქნება, ამას გადაწყვეტს ისევ ის კლანი და ის უმრავლესობა, რომელიც აქამდე არსებობს და რომელიც ამდენ გულისწყრომას იწვევს და მეორე ეტაპი მთლიანად კონცენტრირდება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში. ანუ ამ მიზანმიმართულად სავარაუდოდ ან იმიტომ რომ ვერ ართმევს თავმჯდომარეობის მოვალეობას, გაუშვა რეგლამენტით დაწესებული ვადა და თუ ეს ვადა მასთვის საკმარისი არ იყო, გამობრძანდეს და ახსნას. ანუ უნდა გაეგრძელებინა 4 მარტს. ჩვენი ინიციატივა მიზანმიმართულად ჩაიკარგა. დიახ. რაც შეეხება იქ არის საუბარი მოსამართლე და არამოსამართლე წევრების მხარდაჭერაზე, თქვენი ჩართულობა პროცესშიც საუბარია ბესელიას ინიციატივაზე, ვერ გადაარჩენს ამ პროექტს, რომ ის კობახიძის პროექტს არ დაემსგავსოს?
საქმე რაშია იცით? ორივე, ანუ ჩვენ დავიწყეთ ძალიან მინუსებიდან, ხო? ჩვენ დავიწყეთ სიტუაციიდან, როდესაც მდივანმა დაჯღაბნილი ეს ფურცელზე დაჯღაბნილი ხა მოდაშია წერილები და ესეც წერილი იყო. დაჯღაბნილი ესეთი წერილით გვამცნო ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. ამასთან შედარებით ჩვენც წარვადგინეთ ეს იდეები, მე და ნაზის წინადადებაში ეწერა. რა თქმა უნდა ყოფილიყო კონკურსი, რა თქმა უნდა იყოს გასაუბრება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიწერა ორივე მონაცემი, ორივე იმაში დევს წინადადებაში. კობახიძისაც და ბესელიაშიც, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე. პარლამენტი ვერანაირად ვერ იმსჯელებს, ვერ იდებატებს კანდიდატ კარგ და ღირსეულ კანდიდატებზე, თუ ეს კანდიდატები იქ არ წავიდნენ იუსტიციის საბჭოდან, ხო? ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო არის წარმდგენი წყარო. ანუ მთავარი გადარჩევა და მთავარი ძეგი ჩამკეტი ანუ იუსტიციის საბჭო უნდა ამოვარდეს თუ იუსტიციის საბჭოსთან ერთად სხვა გზაც უნდა არსებობდეს კანდიდატის საპარლამენტო განხილვაზე მოსახვედრე. სამწუხაროდ სხვა გზას ჩვენ ვერ მოვძებნით, ანუ ვერ მოვძებნით საშუალებას, რომ პარლამენტმა პირდაპირ მიიღოს, იმიტომ რომ ეს არაკონსტიტუციური იქნება, მაგრამ შესაბამისად, სწორედ იუსტიციის საბჭოში უნდა შეიქმნას ჯანსაღი არაკლანური ბერკეტები, რომ აქედან წავიდეს, თქვათ, რაღაცა არჩევანი 30 სახელი და გვარი და იქიდან პარლამენტმა მერე იკამათოს რაღაც რაოდენობაზე. ბესელიას და კობახიძის მონაცემებში მე იმიტომ დაუძახე ოცნება 1 და ოცნება 2 რა არის შემოთავაზებული. კობახიძის პროექტში არის 2/3, ანუ ზუსტად იგივე პროცედურა, რა პროცედურიცაც დღეს ნიშნავს ეს საბჭო მოსამართლეებს და იწევს ამხელა პრობლემებს და ამდენ განცხადებებს და ამდენ ალიაქოც, ხო? ანუ ეს არის კლანის მიერ განსაზღვრული რაოდენობა და რა ხმებიც მაგათ აქვთ. ბესელიას პროექტში არის სიას უნდა დაუჭიროს ხელი 2/3 მოსამართლეებმა, ესენი აქვთ და 2/3 არამოსამართლე წევრებმა. ეხლა ეს არის ელემენტარული პირველი კლასის არა, მოკაცრავად 1/3-4 კლასის არის უკვე წილადებს სადაც სწავლობენ არითმეტიკის ამბავი, ხო? რომ 6 არამოსამართლე წევრი ვართ. აქედან იმისათვის რომ ბესელიას სასურველი სია წავიდეს პარლამენტში 4 კაცის თანხმობა საკმარისია. ამ 6 კაციდან მარტო 2 ადამიანი ვიყავით ამ პერიოდის განმავლობაში, რომლებიც ღიად ვაცხადებდით იმ სავალალო სიტუაციაზე, კლანურ მმართველობაზე, პრობლემებზე, ყველა ტიპის პრობლემებზე, რომელიც არსებობდა სასამართლო ხელისუფლებაში. გინახავთ რომელიმე აქედან, აი ამ 4 წევრიდან რომელიმე, რომელსაც ეთქვას რა ხდება სასამართლო ხელისუფლებაში, ჩინჩალაძე და მურუსიძეზე რამე ცუდი ეთქვას? არა, რატომ არ გინახავთ, იცით? იმიტომ რომ ისინი აქამდე იმ 1 წლის განმავლობაში, როდესაც მე და ნაზი გამოვიტანეთ ეს პრობლემები გარეთ, როდესაც სხვათა შორის ეკაბესელიას ხმა არ მოუღია საერთოდ თუ არ ჩავთვლით შარშანდელი წლის დეკემბრიდან დაწყებულ პროცესებს, ხო? მაშინ როდესაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ პრობლემებს ქნის, ეს არის შარშან-თებერვალი, გასაგებია რაღაცა პრობლემები გვაქვს დანიშვნებში, მაშინაც არ მოუღია ხმა, ხო? არც ამ წევრებს, არამოსამართლე წევრებს არ მოუღიათ ხმა არასოდეს. ანუ რაშია საქმე? ეკაბესელია გვთავაზობს პროექტს, რომლის მიხედვითაც არაფერი არ იცვლება. გვაქვს ჩუმი და მორჩილი უმრავლესობა იუსტიციის საბჭოში, ჩუმი და მორჩილი უმრავლესობით მიდის სია საქართველოს პარლამენტში და ეხა ანადოლიძე და ნაზი რატო ქონდა ვინმეს მოსალოდნელი, რომ ამდენი ბრძოლის მერე ჩვენ ეხა ამას დავჯერდებით და ლაიქებს დავუწერთ. ეს არ იყო სწორი გახლავთ ჩემი აზრით. კარგით, რა პერსპექტივა აქვს თქვენი კანონპროექტი ჩამოცილდა? ანუ პერსპექტივა იქნება ან ოცნება 1-ის, ან ოცნება 2-ის კანონპროექტს? როგორ ხედავთ? არის. არა, მე ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველოს წინადადებებიც არის საკმაოდ დემოკრატიული. აქ ეხა ეს კანონპროექტები ხო არ არის მონოლითური, ხო? ეს იქნება პირველი განხილვა პრინციპების დონეზე და მესმის რომ არის შფოთვა, სხვათა შორის ოცნების შიგნითაც არის შფოთვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, რომელზეც მურუსიძე, ჩინჩალაძე აგდებს დისკომფორტში. მაგრამ ჯერ არ აქვს მაგიდაზე რაღაცა მოსაზრებები. მივიღოთ
მოსაზრებების საზოგადოებიდან არ არის აუცილებელი ნუ დაუჭერენ მხარს მე და ნაზის წინადადებას კონსენსუსის, ხო? მაგრამ კონსენსუსის თუ არ დაუჭერენ მხარს, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გათვალისწინება კლანის ძალაუფლების, ბესელიას და კობახიძის ორივეს პროექტი რევერანსებს უკეთებს კლანს, ანუ იმის უკან არის მსჯელობა, რომ ნუ ეხა დოლიძის და ჯანეზაშვილის კანდიდატურებს ხო არ გაიტანენ ესენი ზარდიაშვილის ხალხი და ანუ ამ რეალობას უნდა მოვერგოთ. ამიტომ იცხოვრონ ამ რეალობაში, როგორც ცხოვრობდნენ, ამ რეალობასთან შემგუებლობამ სწორედ მოვიყვანა სწორედ მურუსის და ჩინჩალაძის პარპაშთან. რაც შეეხება ყველას, ვინც არის სახელმწიფოებრივად განწყობილი საქართველოს პარლამენტში, მე მგონი მათ პრინციპების დონეზე რომ დაიწყება განხილვა ამ კანონპროექტების, ხო? უნდა ვიფიქროთ შემოქმედებით მიდგომებზე. როგორ იყოს კარგი პროცესი საბჭოში, ისეთი პროცესი, რომელიც რევერანსებს არ დაუკრავს კლანის მართლობას და ამ რეალობას. კარგი, დავალოდოთ პროცესი როგორ განვითარდება. ანა დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, დღის ამბები დასრულებულია. ცოტა ხანში თქვენ გელოდება TV პირველის ახალი ამბების 5 საათიანი გამოშვება. მელიორაციის ინსტიტუტი თუ არ ვცდები დაიწვა. ჩვენ შემოგთავაზებთ კადრებს შემთხვევის ადგილიდან. იქ ხანძარი იყო, უფრო მეც რა მოხდა და რა ვითარება ახლა. მოგიყვებათ TV პირველის ახალი ამბების 5 საათიანი გამოშვება, ალბათ ჩამქრალია, როგორც უკვე ვნახე. მადლობა მაყურებელს, მე გემშვიდობებით, ხვალ 2-ზე და 4-ზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.